მაშასე როგორც საქმედით ვაგრძელებთ საუბარს ბატონი თამარის შემოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ქალბატონი თამარ პაიჭაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის პროფესორი. ხო, სწორად ვთქვი ქალბატონი თამარ. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ვიხსენებთ ამ მართლაც არაჩვეულებრივ მწერალს, პოეტს, დრამატურგს. აი უცნაური შეიძლება ამანაც განაპირობა მისი შემოქმედების განსხვავებულობა ან თავისებურება, რომ ერთ ოჯახში ორი დიდი მწერალი, ლიტერატორი, პოეტი ცხოვრობდეს. იშვიათია ასეთი ქართულ ლიტერატურაში და მართლაც ალბათ შეიძლება ისინი ორივენი სხვადასხვა შემოქმედებითი გზით და სტილისტიკით რომ წავიდნენ, სწორედ იმიტომ რომ ერთად ერთ ოჯახში იყვნენ და არ ქონოდათ ერთმანეთისზე გავლენის მოხდენის, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძნელია ახლა ოთარ ჭილაძისთან ერთად იყო და იგივე თამარ ჭილაძესთან ერთად. ამიტომ ვფიქრობ რომ ესეც იყო ალბათ განმეორებელია. რა თავისუფლება ახასიათებს მას როგორც მწერალს, როგორც პოეტს და როგორც დრამატურგს? მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს და კიდევ ერთხელ ალბათ ის გზა, რომელიც ოთარ ჭილაძემ გაიარა, მე ვფიქრობ, რომ ქართველი მკითხველისათვის ყოველთვის განსაკუთრებულად ყურადსაღები და მნიშვნელოვანია. რა მოიტანა მან მწერლობაში? თამარ ჭილაძემ უკაცრავად რა მოიტანა მან მწერლობაში. სწორედ აი ეს რაღაცა ჩვენ გვაქვს ეს დამოკიდებულება, რომ ეცმები ერთად მოვიდნენ ლიტერატურაში, რაღაცა ლიტერატურული ფრთები გაშალეს, სხვათა შორის ჟანრულად ერთად იარეს. თქვენ ახლახანს ნოდარწულეისკირი ახსენეთ, ეს ერთი თაობაა, რომელთაც ლიტერატურაში მოიტანეს სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება და სუნთქვა, ადამიანი, პიროვნება, აი ეს სასაუბრო ინტონაციები, საუბარი ერთი-ერთზე, ლაპარაკი იმაზე, რომ რა როლი აქვს დღეს ადამიანს აი ამ საზოგადოებაში, რომელიც გარკვეულწილად ამბივალენტურია, რომელიც გარკვეულწილად რაღაცნაირად სტერეოტიპში, ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც ეგრეთ წოდებული ოწეპელის ხანა, ანუ დათბობის ხანის შემდგომი პერიოდი იყო და როდესაც ეს ზემოდან დაშვებულმა თავისუფლებამ თითქოს რაღაცა განსაკუთრებული მისცა მწერლობას, მაგრამ ეს მაინც ხელოვნური იყო. მწერალს თვითონ უნდა ეცადა, რომ გამოეტანა თავისი სათქმელი და მოეტანა ლიტერატურაში. ეხლა თქვენ ახსენეთ და ამიტომ გავაგრძელებ ამ თემას და შემდგომ ერთად განვიხილოთ. აი ნახეთ, თქვენ აღძენეთ, რომ ადამიანი იყო ამ თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მართლაც ეს ამ თაობის ყველა ხელოვანის ცხოვრებაში და შემოქმედებაში ადამიანი გახდა მთავარი, იმიტომ რომ მანამდე, აი ხო ოწიპელამდე ეგრეთ წოდებული იყო იდეა. ადამიანის სწორედ რომ არ იყოს საერთოდ მნიშვნელოვანი კომუნიზმის, ასე ვთქვათ, სოციალისტური რეალიზმის პერიოდში, იმიტომ რომ იყო მთავარი იდეა და არა ადამიანი. აი უკვე შემდგომ წამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ადამიანი და ადამიანი მოექცა შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრში, აზროვნების ცენტრში. დიახ, გეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე პერიოდი იყო, აი დათბობის პერიოდამდე, მიუხედავად იმისა, ჩვენ საბედნიეროდ ყავდა მწერლები, რომლებიც ამას ცდილობდნენ. ხანდახან საკუთარი სიცოცხლის ფასად, საკუთარი თავისუფლების ფასად გამოიტანეს ეს სათქმელი და ძალიან სპეციფიურია ის დრო, როდესაც ბატონი თამაზი და მისი თაობა მოვიდა ლიტერატურაში, იმიტომ რომ აქ ერთი მხრივ მუშაობს აი ეს ძველი თაობის რეაბილიტაცია დაიწყო ამ დათბობის შემდეგ და მუშაობს ამ ძველი თაობის განთავისუფლების და სიტყვების დაბრუნების და სათქმელის დაბრუნების პოზიცია და სინდრომი და პოლიტიკა, ხოლო მეორე მხრივ ის ძველი თაობის ბოლო მოხიკანებით ცოცხალი არიან. მუშაობს კონსტანტინე გამსახურდია, მუშაობს რევაზ მარგიანი, წინა თაობის მწერლები, რა ვიცი, მუშაობს ლევან გოთუა, რა თქმა უნდა, მუშაობს ოთარ ჩხეიძე და ამიტომ ეს სათქმელი თითქოს აი იდეური და რაღაცნაირი ღირებულებითი თანხმედრა უნდა ყოფილიყო, იყო კიდევაც, მაგრამ სათქმელი აი ამ თაობამ სრულიად განსხვავებულად მონუმენტალისტები არიან მაინც თავიანთ შემოქმედებაში. ამ თაობამ სრულიად განსხვავებულად მოიტანა ეს სათქმელი, მოიტანა იმიტომ რომ მათ გარკვეულწილად დაინახეს ის საკმაოდ მძიმე ეტაპი, ეს უძრაობის ხანა ეგრეთ წოდებული, როდესაც ადამიანს თითქოს მისცეს თავისუფლება და მე ხანდახან ჩემ სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე რომ ეს გავდა აი სინაზე გამობმული ძაღლები რო არიან რომ თან დარაჯობენ ეზოს და თან შორს ვერ მიდიან აი რაღაც ამას გავდა და აი ამისაგან განთავისუფლებას გავდა ეს ყველაფერი როდესაც ამ ჯაჭვის აწყვეტის შემოქმედის ყურადღების ქვეშ მწერა ადამიანი მოექცა მისი შინამმნიშვნელობა მოექცა მისი ფიქრი და დარდი მოექცა და არა რაღაც აღმატებული დამოკიდებულება აი სატრფიალო
მოტივიც კი ჩვენ როგორი სასიყვარულო ლექსები გვაქვს, მაგრამ აქ სატრფიალო მოტივიც კი აი ამ მწერალთა შემოქმედებაში დაჯდა ინტიმურ, რაღაც ყოველდღიურ, რაღაც განსაკუთრებულ გზნობით დამოკიდებულებაზე. სატრფიალო სუბიექტი იყო არა მხოლოდ ქალი, შეყვარებული, არამედ იყო მეუღლე, შვილი, ოჯახის წევრი, მეგობარი. მურბალებანძესთანაც შემოდის ეს მოტივები, რა თქმა უნდა. და ამიტომ ეს დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ თაობამ წამოიღო ეს. ასევე წამოიღო, იცით რა, აი ოთარ ჭილაძე, თამას ჭილაძესთანაც გვაქვს ეს დამოკიდებულება, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო საკმაოდ ესეთი რკინის ფარდა ეგრეთ წოდებული და ინფორმაციული იზოლაცია ევროპულ ლიტერატურულ პროცესებთან, მიუხედავად ამისა, აი რაღაცა ის ბმა იქ და სოფლიო ლიტერატურულ პროცესებთან საკუთარი ხმის მიერთების სურვილიც ჩანდა. ამიტომ ქართველი მწერლები ცდილობდნენ, რომ ეთარგმნათ და თან თვითონაც ყოფილიყვნენ. დიახ, ამიტომ არის მე მაინც მგონია, რომ თამას ჭილაძე იმთავითვე ძალიან პოპულარული იყო არა მხოლოდ საქართველოში. 15 ენაზეა თარგმნილი მისი შემოქმედება და ძალიან მრავალფეროვანი და მრავალჟანროვანია, აი საკმაოდ განფენილი არის მისი შემოქმედებითი არჩევანი. ეს არ არის მარტივი. რა თქმა უნდა. როგორც მისმა ძმამ ბატონმა ოთარმა, თამას ჭილაძემაც როგორც აღნიშნეთ, ამ გზით იარა და ის შემოვიდა ლიტერატურაში როგორც პოეტი პირველად. ჩვენი უნივერსიტეტელების რაღაცა ეს ბიოგრაფიების ყველაზე რაღაცა ძვირფასი და რაღაც ბავშვობის მოგონების მნიშვნელოვანი მომენტი არის პირველი სხივი. ყველა მამით დაიწყო. ბატონი თამაზის პირველი ლექსების დაიბეჭდა პირველ სხივში, ეს იყო 1951 წელი, თურმე და შემდეგ აი სულ 2 წელიწადში გამოვიდა მისი პირველი პოეტური კრებული, სადაც გამოჩნდა სწორედ მისი ლიტერატურული არჩევანი. მიუხედავად იმისა, თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ესენი იყვნენ ძმები, მათ ჰქონდათ სრულიად განსხვავებული ლიტერატურული, ინდივიდუალური ხელწერა, შემოქმედებითი ლაბორატორია, უბრალოდ ეს იდეა და ეპოქალური ტკივილები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბუნებრივია, რომ იქნებოდა და იქნებოდა მათთვისაც საერთო, რომ ღირებულებები ერთად. გითარაც და ქართულ ლიტერატურაში, მსოფლიოში სხვათა შორის კი არის, მაგრამ ჩვენთანაც იშვიათი, როდესაც მრავალი მიმართულებით მუშაობენ, იმიტომ რომ არიან პოეტები ძალიან კარგი, არიან რომანისტები, მწერლები, მაგრამ ყველა არ წერს, ყველა მწერალი ლექს და ყველა პროზაიკოსი უпростоრად ლექს და ყველა პოეტი არ წერს არც რომანს, არც დრამატურგიულ ნაწარმოებს და ასე შემდეგ. აი, ბატონი თამაზი ამ ხრივად სრულიად უნივერსალური მწერალია და ზოგადად მწერალია, პოეტია, დრამატურგია, სრულიად უნივერსალური ლიტერატურია, რომელიც ყველა ჟანრში თანაბარი სიძლიერით მუშაობს. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი შენაძენი იყო იმ პერიოდის ქართული ლიტერატურისთვის, ხო, ასე ვფიქრობ ასეა. გეთანხმებით, ისევ ალბათ ამ გზით მივდივართ, ამ სათქმელს დაუბრუნდებით, რომ ძალიან მალე, როდესაც აი მისი პირველი პოეტური კრებული, თუ არ ვცდები 52 წელს გამოიცა, 52 წელს დიახ გამოიცა, ძალიან მალე აქედან გამოჩნდა მისი პირველი პროზაული კრებულიც, დიახ, რომელიც აი იმთავითვე მკითხველმა ირწმუნა, რომ ის თანაბრად ძლიერია ორივე ჟანრში. ეს იყო ახალი აღმოჩენა მკითხველისა თამას ჭილაძის შემოქმედებითი შესაძლებლობებისადმი. და შემდგომ ეს გზა ორივე თვალსაზრისით გაიშალა და ცოტა უფრო მოგვიანებით, დაახლოებით 60-იანი წლების ბოლო ხანში, 68 წელს გამოჩნდა მისი პირველი რომანიც. აქედან გამომდინარე, იცით რა, ეს პროცესი აი ქრონოლოგიურად, ისტორიულად ერთმანეთს მიყვება და დაემთხვა. ბატონ ოთარს და ბატონ თამას გულისხმობ, იმიტომ რომ 68-ში გამოვიდა მაგალითად გზაზე ერთი კაცი. ასევე ამ პერიოდში გამოჩნდა ბატონი თამას ჭილაძის პროზაული ნაწარმოებები. და ამავე პერიოდში სულ ცოტა 70-იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა მისი პიესებიც. არაბეთის სურნელოვანი ბალახები, როლი დამწყები მსახიობი გოგონა საფრთხის ნახსენები, ბუდემეცხეს საფრთხის დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში. დიახ. და აი ძალიან საინტერესო თავფარავნელის ბალადა. დიახ, ბალადა. აი ეს ლიტერატურული არჩევანი იყო ძალიან ფართო, მაგრამ არა მხოლოდ ეს, არა მხოლოდ ხატრულ შემოქმედებითი ხაზი. თამას ჭილაძის შემოქმედება ასევე არის ლიტერატურათმცოდნეობითი მუშაობის, ლიტერატურათმცოდნეობითი მემკვიდრეობის ძალიან საინტერესო ნაწილი. კრიტიკოსი, ესეისტი, პუბლიცისტი, რა თქმა უნდა და მისი მის ბიოგრაფიაში არის ძალიან საინტერესო, ასევე გასათვალისწინებელი რამდენიმე მომენტი, იმიტომ რომ ის არა მხოლოდ
თავად იყო, არამედ იყო სარედაქციო საქმიანობაც მის ბიოგრაფიაში იყო ძალიან ფართო. ის იყო დათობის მთავარი რედაქტორი, ის იყო ცისკრის ერთ-ერთი თან ხო ცისკარ ჟურნალში მუშაობდა, ასევე იყო საბჭოთა ხელოვნება, გამოდიოდა ესეთი დიახ, მთავარი რედაქტორი იყო, მწერალთა კავშირში მუშაობდა, ამიტომ ლიტერატურული ცხოვრება მას ხო არა მხოლოდ კონკრეტულად მას ინდივიდუალურად მოდიოდა მისგან, არამედ ზოგადად ეხებოდა მას როგორც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ კრებულებში, რომელიც ახლა თქვენ დაასახელეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვინ დაიბეჭდებოდა და ვის მისცემდნენ გზას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც თავის სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდიოდა, მას აუცილებლად ჭირდებოდა სწორედ ბატონი თამაზის ნაირი ადამიანები, რომლებიც აუცილებლად დაარწმუნებდნენ, თუნდაც იმით, რომ დაბეჭდავდნენ მათ ნაწარმოებებს, იგივე მნათობშიც, ცისკარშიც, რომ დასაბჭოთა ხელოვნებაში, სხვათა შორის, იმიტომ რომ პიესებიც იბეჭდებოდა, რომ მათი ნამუშევარი ღირებულია, რომ მათ სტიმული, საყოველთაო გაცნობა, აღიარების ერთ-ერთი ასპარეზი იყო და ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება თავად მწერალს და თავად პოეტს და დრამატურგს, რომ სხვასაც მისცეს ამის საშუალება. ბევრი ამას არ აკეთებს ხოლმე, მოგეხსენებათ გარკვეული კონკურენციის თუ გარკვეული თუ მასენიჭიერი თუ გამოჩნდა კიდე მის ვარესი, არ უნდათ ხოლმე მისი წინ გაშვება, ესეთ ბატონ თამას ეს კარგი თვისებაც ჰქონდა. გეთანხმებით, იცით მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული პერიოდი და მძიმე პერიოდი იყო ისე პოლიტიკურად და საზოგადოებრივად და ისტორიულად, მაშინ ცნობილია, რომ ეს ლიტერატურული გამოცემები, რომლებიც არსებობდა, ისევ და ისევ ცისკარი, მნათობი, საუნჯე არაჩვეულებრივი გამოცემა, რომელიც იყო ფაქტობრივად ჭიშკარი, კარები, ესეთ გზა, როგორ შეეცნო მაშინდელ მკითხველს, რა ხდებოდა მსოფლიო ლიტერატურაში და მაღალი დონის არაჩვეულებრივი თარგმანები იბეჭდებოდა საბჭოთა ხელოვნება და ასე შემდეგ, რომლებთაც გადაარჩინეს თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ დროის ქართული ლიტერატურული პროცესი. არ იყო მარტივი, რაღაცა ეს როგორ ვთქვათ, ლიმიტის აღება, თუ შეიძლება ასე ითქვას, მკითხველთან. ძალიან სერიოზულად მუშაობდა ლიტერატურული ცენზურა, ძალიან ბევრი ისტორია ვიცით ჩვენ, აი ნოდარ წულეისკის ბიოგრაფია ცნობილია ეს ამბავი და აი ამ პერიოდში სწორედ აი ამ სარედაქციო პოლიტიკამ ქართველი მწერლების, რომლებიც ედგნენ სათავეში და მათ შორის ლომისწილი არის სწორედ თამაზ ჭილაძის, ის იდგნენ სათავეში აი ამ ლიტერატურული გამოცემების და გარკვეულწილად ღია ჰქონდათ კარი არა მხოლოდ ქართველი მწერლებისათვის, არამედ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია დებიუტანტებისათვის, რომლებიც შემოდიოდნენ ლიტერატურაში და შემოდიოდნენ თავისი შეიძლება მაშინ მოგრძალებული განაცხადებით, მაგრამ იქ იყო ძალიან დიდი მუხტი, ძალიან დიდი საფუძველი იმისა და რაღაცა გაცნობიერება იმისა, რომ ის მნიშვნელოვან სათქმოს იტყოდა ლიტერატურაში და ეს ძალიან დიდი დამსახურებაა. სხვათა შორის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება სჭირდებოდათ იმ პერიოდის განსაკუთრებით თუ ისინი ხელმძღვანელობდნენ გამოცემებს და ზოგადად იმათ, ვისაც აწერა რომანის დაბეჭდვა ლიტერატორებს. ერთი თვისება კიდევ უნდა ქონოდათ ნომენკლატურასთან ურთიერთობის, იმიტომ რომ აი ამათი დარწმუნება იმაში, თქვენ ახლა ცენზურა ახსენეთ, რომელიც ძალიან მძლავრი იყო თავის პერიოდში, შემდგომ ცოტა თითქოს შესუსტა, შემდგომ დაუშვა რაღაცები, მაგრამ აი ეს საოცარი ოსტატობა და ნიჭი, რომ დაერწმუნებინათ ისინი, რომ ამის დაბეჭდვა ან პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა იყოს ბევრი ნაწარმოების დაბეჭდვა იმ პერიოდში. ესეც ერთგვარ გამბედაობასთან იყო დაკავშირებული და მე არ ვიცი რა აძლევდა ამ ადამიანებს, მათ შორის ბატონ თამაზს ამ გამბედაობას, რომ ბევრი რამე საკუთარ თავზე აეღო, შეიძლება ბევრი ის არის, რომელიც წამოსული ყოფილიყო ცეკას, ასე ვთქვათ, ფუნქციონერისაგან, რომელიც იჯდა თავლითში და ასწორებდა თითოეულ ფრაზას, ან კითხულობდა ამ ყველაფერს. ეს იყო ბევრი ომის ბრძოლის შედეგად მოპოვებული და შეიძლება ბევრმა საერთოდ არც იცის, რომ მათი ნაწარმოები რა რთულად გაიკვალა გზა სწორედ ბატონი თამაზის მიერ ან მისი კოლეგების მიერ. შესაძლებელია ბევრმა არ იცოდეს, იმიტომ რომ მაშინ ეს ძალიან ბევრ რედაქტორ, ძალიან ბევრ აი ამ ადამიანს, ვინც იდგნენ აი ამ ვთქვათ პროცესში და ამ რეჟიმში, საკუთარი თავი, საკუთარი სამსახურის ხანდახან საკუთარი რაღაცა პიროვნების საკუთარ თავზე
გადატანის ფასად უხდებოდათ ხოლმე ამ ლიტერატურული ამ ძალიან ბევრი მოგონება არსებობს ძალიან ბევრი მწერლის შემოქმედებაზე რომ მათი ლიტერატურული დებიუტი იყო თუ შემდეგი ეტაპი იყო ამას არ ქონდა მნიშვნელობა გარკვეულ სერიოზულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული არა მარტო მან გაიგო ეს ყველაფერი არამედ ლიტერატურული რედაქციის თავზე გადაიარა ამ ყველაფერმა და მაინც გამოიტანეს ჩვენ ამისი ძალიან აი ნოდარ წულეისკერი დავასახელეთ ჭაბუა ამირეჯიბი რომელსაც აი ესეთი მთელი დრო გზა დასჭიდა იქამდე რომ კითხველამდე მისულიყო ძალიან რთული გზა უღრმესი მადლობა და ძალიან მიხარია რომ დღეს ესე კარგად გავიხსენეთ ბატონი თამაზიც გარკვეულწილად ბატონი ნოდარიც ეს ორი არაჩვეულებრივი ერთი თაობის წარმომადგენელი ქართული ლიტერატურის და მე ვფიქრობ რომ ჩვენმა მაყურებელმა თითქმის უმეტესობამ იცის და წაკითხული აქვს, მაგრამ მინდა რომ ახალგაზრდა თაობამაც გაიგოს, გაეცნოს ამ ტექსტებს, ეს ძალიან კარგი ტექსტებია და უნდა ვიცნობდეთ ჩვენ იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენ აქამდე მოგვიყვანეს. ჩვენ თუ დღეს ესეთები ვართ და შემოვრჩით, კულტურა გვიყვარს, ხელოვნება და ადამიანი ვიცით რა არის, სწორედ ამ თაობის დამსახურებელთაც პირველად გახსნეს ადამიანის შინაგანი სამყარო და გითხრეს რომ ადამიანი არის ასეთი. ჩვეულებრივი სისუსტეებით, ჩვეულებრივი სიძლიერეებით ადამიანი, რომელიც არის სამყაროს ცენტრალური ფიგურა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. უღრმესი მადლობა, რომ ჩვენ გვესტუმრეთ და გვესაუბრეთ ამ თემებზე.